იმედით კოლეგამისგან არ ველოდებოდი. გამარჯობეთ ბატარი მოგხართ. ჩიმულამას ექვსის ნახევარი აუთმისა, მაგრამ უნდა ჩაუმეტა. მიდი. ხო. მიდი კბილის ჩოტკი ჩამოიტანე და დილთვე არ გინდა ჭამა. ეხლა რა თქინ 6-ზე ხო არ შეჭამს საჭმელს. მე იქ იმას იზავენ. ხო, ეხლა გზაში. წადი ჩუმად, ხონდ ძინავი ვანეს არ გავაღვიძე. არა, ბარბარე გავაღვიძე უკვე. კბილის ჩოტკი აიღე და ჩამოდი. რო ისა ჩაიცვარო თმა შეგიკრა. აიმე. ესე იგი, ეს ხე ჩვენთან ხომ არის. ბალი. სად დავჭდე? მაგჯერ ბნელა. ესე იგი, მთელი ღამე 3 იყო დაწყებული, რომ დამეძინა. ოღონდ არა იმიტომ, რომ ცუდად ვიყავი, არა. ივანეს პანჯარახია აქ. დავკეტო წავიდე. იმიტომ, რომ წყალი არ მოდის. და უნდა ჩავთათ მანტოვი. უი, მოდის. მოდის და მე მგონი გადართულია. ეს გაყვანილობა უნდა გადავრთა, აქეთ უნდა დავუჭიროთ. იმას რა ქვია. რა ქვია მატორს. ეს წესო გავაკრიალე გუშინე. და ეს გავახო. ესეც. ყველას გაღვიძებას თავისი დრო აქვს. ამ დილით. ექვსაათზე შემოდა გაიხვიძეს. წესავანდოთ. ადგა ბარბარე. ვიდი ადგება ეგეთ. ორი მიზეზის გამო არ მეძინა ნორმალურად. ერთი ესა. და რომ მედიან და ვერ მიყვები და არ მიყვები. და არ არის ახლო გზა, არის საკმაოდ ჩორი. ბათუმი. სურათები ისაქენი. ადონასაც ვეტყვი. ტელეფონი თუ იქამდე გაუკაჩა. გადაიღეთ. ბარბარესაც ჩემი ფაუერბანკი მიაქვს ბარბარეს რომ. რამდენიმე სურათი მაინც გადაიღოს ან იქიდან რომ მოვლენ დამდარეკონ რავი.
ალბათ დილით გამთენის მომდნენ სამისთვის ვარაუდობ. ხო და ერთი მაგაზე მეკონა რომ აგვიანდებოდა მთელი ღამე და არ ვეკავდა ვითომ აღვიძარა და არ რჩებოდნენ. მთელი ღამე რა ალბათ 2 საათის წინ დავიძინე. და მეორე კიდე მე მგონი მე უფრო ნერვიულობ მასე გამოცდას. ეხლა მეტ რო გავუშვებ დავიძინებ ცოტა ხანი კიდე. თუ დამეძინა. მაგრამ უნდა დავიძინო თორე ისა იქ ვერ გავკაჩო. წყალი მოდის. მე როგორი შიმშილის გრძნობა მაქვს ღმერთო. მგონია რომ ეხლა ერთ კაი დიდ ცხენს შევჭამ. სოფელში სიწყნარია გარდა რაღაცა გაღმაუბანში ერთი დიდი ძაღლი იყეფება მარტო. ნერვიულობს. ვაიმე დედა. მე მგონი შემრჩა. პარკები ხო ჩაიდე? პარკი ხო ჩაიდე? ხო, სადაც დაჯდები. ერთი ხო იქ ჩანთა იქვე უნდა გქონდეს. და ერთი პარკი მაინც ამოიღე და იქ სადმე წინ დაამაგრე რა. ეხლა ნუ გადაშლი და დრო შესავით ნუ იქნება ჩაამაგრე სადმე იქ. და თუ რაღაცა და მიდი დროზე დაიბანე ხელები. რატო ხარ შიშველი ფეხებით? მიდი. ნენო თმის დავარცხნას და შეკრა ცოტა დრო უნდა და უნდა 15 წუთზე გახვიდეთ. და ეხლა დაახლოებით, ეხლა გეტყვით რამდენი დრო დარჩა ამას. არა უშავთ 9 საათი დარჩა. აიბედა. ეხლა ეს ფუძელნიკი გამორთა თორე ხვალი დამცემს ბნედას ახალ ჩაძინებულზე სანამ მოვლენ ესენი ხო ჩემი დამემართება. ამიტომ ვიპოვოთ საათი და გავდიშოთ ეს. ავდიშით, მოვაშორეთ. ალბათ ეს დრო იქნება ხოლმე რომელი დროც ხან ავდგები, ხან საქმე მექნება, მოსწრებაზე რომ ვიქნები, პატარა რომ დაიბადება, რომ სანამ რა შესახში იქნება, რომ დავტოვო ხოლმე და მე დილით საქმე გავაკეთო. თან სასიამოვნოა არც ხელა და რა ვიცი ელემენტარული ეზო და საჭმელი შეიძლება მოვასწრო ხოლმე. ის არის რაღაც მომენტი დგება უკვე რომ სიოდროის მენეჯმენტი უნდა სხვადასხვა გამოვიყენო. და კიდე ის რომ დავემშვიდობო როცა მინდა წამოწოლოს კაი ხარი ჯერ. ნუ რო დაიძინებს მეც წამომქრება, მაგრამ მაინც ეხლა მათ რო გავუშვებ ლაშა წაიყვანს მე აღარ გავუშვებ. რაიმე წუხენ ვითომ ადრე შევედი დასაძინებლად და ლაშა ფეხურს უყურებდა და გვიან შემოვიდა. მე მგონი 2 იყო დაწყებული. გამაღვიძა. კატასო სადღაცას მიყავ კნუტები. ოღონდ როგორ მიყავდა კნუტები იცი? წუხენ დაუძახა. ასულა ბლოშატკაზე დაუძახია. ტახტიდან კარგა ვერ ახდებიან პატარები. ამაზე ორჯერ პატარები არიან და თუ როგორც ეს დაახეთქო რაღაცა გადმოცვენილად ტახტიდან რო დაუძახა დედა და მოყავდა კიბეების მხარეს.
ანუ დედა ხო მოდიოდა და უკან ტუსტუსით მოყვებოდნენ, რომ კარგა ვერ დადიან კიდე, ქანქარებენ. ხო და ლაშას რო გამოუხედია და კატას დაუნახია, გაჩერებულა. ანუ პირით აღარ მიყვა, დაიღალა ქალი, რაღაცჯერ უწავართვა, გაიგე და მიყავ ეხლა იმით, საკუთარი ფეხით. ოღონდ ბოლომდე არ მიიყვან და ერთ-ერთი დარჩებოდა, მithuedes ის პატარა. დარჩებოდა ურიჭველი. ხო და ესა ვერ დავიჭირო, ჩაიცდას ძმელჯერ და არა ამოვალ. რადი ჩაიცვი. ქვეშ შეძვრენ ის ტახტები, რომ გადაფარებული. წამოდი სამთა უძახიო, რომ ისო გამოიყვანო. გამოფარფატდი. თან ხო ის კატებს ვეძებდი რა, დავჯექი იქ და დედალი კატა იჭდი ჩემს გვერდზე და ვეჩხუბებოდი, რომ რა არის, სად დაკავე, რას დადიხარ. და კატასთან მოცუნცულდნენ ისე, დავალე ხელი დავყარე ტახტზე. და ხა მაგიტო შევამოწმე, რომ აქ არიან მეთქი თუ წვირე წააპროწიალე. შარშანად ზუსტად ეგე დაყავდა ხოლმე გახსოვთ ალბათ. მეც კი დავდებდი. იმიტომ რომ ისა რომელიმეს და ანუ ბოლომდე ვერ იმას ისავს რა სადღაც გზაში დაკარგა. ვაი და ბადიკი მანანა ეხლა ჩაიცმეს ახლა ნინო წავალ და თმას შევუკრა. უბრალოდ ესე უნდა უწიო კუდი. რომ ისა დაჩეს იქ სალომე ისავს. Просто ბარბარის სალომე ხარ ექნება იმდენით რომ ორი სამი ჯგუფი, სამმა ჯგუფმა უნდა იცეკო. რომ ყველასთან გაუკეთეს. ბარბარე გაუკეთეს მკაცრ. ჩემი მაგდამბა დამსკდარი თუ გახეთკილი რაღაცა. ნივიასტავის მხარო. მეძირე აი მე დღეს გამოცდების დღე არის აბიტურიენტებო ვიზიარებ თქვენს ნერვიულობას იმიტომ რომ თელი ხანი თქვენს მაგივრად ნერვიულობდი დღევანდელი დღე არის იონისთვის ცოტა ნერვიულობს ქართულზე. ყველაზე მეტად ქართულზე ნერვიულობს, მათემატიკას და ინგლისურზე საერთოდ არ. ნერვიულობს არა, მაგას ხვანაი ნერვიულობა იცის, ჩუმად არის თავისთვის. ნუ ეგ ზოგადად უფრო ცუდია. ჩემი და გამომდინარე ვამბობ, იმიტომ რომ ვიცი რაც არის, როცა რაღაცას არ გამოთქვავ და შენთვის ნერვიულობ და ვცდილობ რომ ისა ჩავიზიარო ნერვიულობაში. აი წაველი ხალხნობა ერთი ნინოსთან შევიდებთ, მას შევუკრავ, ავუწევ. ამასობაში ისე გავაკეთ 15 აკლია. 10 წუთზე მაინც უნდა გავიდნენ აქედან 15 წუთზე, რომ ადგილი კი იქნება დიდი ავტობუსით მიდიან, მაგრამ მაინც ვუთხარი, რომ წინ როგორ ამ ძალიან უკან არ დასხვდეთ მეთქი რა, რომ უკაცუდად არ გახდეს. ბარბარე არ გახდება, ცუდად აღარ ახდება. არა და იგი ივანიც ახდებოდა ხოლმე და ბარბარე. აი მაგისი მეშინია რა, მაგაზე უფრო ვდარდობ, რომ მიუხედავად იმისა, რომ თამუნაც იქნება ჩემი რძალი და მithuedes მადონა იქნება ჩემი სულ და ხორცი. იქ და კიდე მშობლები რომლებიც ყურადღებას არ მოაკლებენ და
იციან რატომაც არ მივდივარ და ვერ მივდივარ. მაგრამ ისა ხოლმე განვიცდი რა, იმიტომ რომ ამ ხელა გზაზე არასოდეს არ გამიშვი. ზოგადად ხო იცით ცეკვაზე აქვე რომ მიდიან ხოლმე, აქვე მე არასოდეს არ გამიშვი. არც ექსკურსიას და არც მარტო არ გამიშვი. მაგრამ რას ვისაუბრე? ვიწია. ეხა ეს ყველაფერი ერთი თვის წინ ყოფილიყო, წავიდოდი. აი როგორც ბანკეტი და ბოლოს არის. აუცილებლად წავიდოდი, მაგრამ ეხა უკვე ვეღარ. იმიტომ რომ აი ივლისის 2-ია, ხო? სადღაც 1-2 კვირის მერე უკვე ჩვეულებრივი გუშინ დამიწერეს რომ როდის ელოდები. აი 1-2 კვირის მერე უკვე შეიძლება ითქვას რომ ჩვეულებრივი მოვლენა იქნება რომ ნებისმიერ დროს იწადოს გაბრიელმა დაბადება. ხო და ვერ გავრისკავ ხელა გზაზე წადი და მოდი. აი რო ვრჩებოდეთ. აი იოანეს გამოცდები რო არ აქონოდა კიდე ვიტყოდი რომ მოდი ბოლო ჯერ გამოვიქნიოთ ფული და ვიკრიალოთ, მაგრამ მაშინ ბათუმში მოუწევდა დაბადება. ვიდე ჩაიცვა. წავედით. ჩავაგროვეთ. და ისა. სანამ გავთიშობარი სავარაუდოდ ჩემი ახალი გამომწერია, რომელმაც მითხრა, რომ კედელზე ნახატები მანახე კარგად გაქნევა გამოქნევით ნახეო. ალბათ ამენებზე ლაპარაკი. განახებთ ეხლავე მოიცა მივაბრუნო. საიდან ეს გავაკეთე დაახლოებით ალბათ 1-4 წელი იქნება. კი. ჩემი ლამაზი გოგოა ეს. ეს ერთი იქაც არის ჯერ არ ჩანს, მაგიდა ეფარება ფისოები არიან. და 2. ერთადერთი რაც აქვს ამას შესავსები ლოკოკინები დავკარგი. ლოკოკინები მაქვს დასაწევებელი. თორე დანარჩენი იდეალურად არის ყველაფერი. წავედი აბა ეხლა ხალხნო, ნინოს თმა ავუკაპიწო, შემცვლელი გავაღვიძო, მე დავწვი და იმან წაიყვანოს. წავედით, ის ნახეთ, გეხვეწეთ, ნახეთ რა. სად არის ბაჭაჭინა? ბაჭაჭინა სად არის? დაგინახე ჩემო ცისფერ თვალებო, ჩემო სიხარული, ჩემო სიცოცხლე. ვიმი რა საყვარელი ხარ შენ, ბიჭო. პეტრე ეკლერია ხალხნა შეხედეთ. რაო ჩემო ლამაზ დედა სად მიყავდი გუშინ? სად მიყავდი? არ გადომადი. სად მიყავდი გუშინ დედას? ჰა? დედა სად მიყავდი? მინახეთ ხალხნა რა ერთი ბეწო. ის ხო პატარაა და ვერ ვიფერები, მაგრამ ეს ნახეთ რა ცხოვრება. ტრაპანტერა. და რა მხელა არის. ის სად არის თაგუნია? აქ არის მეორე? სად არის? მეორე თაგუნია, სად არის დიდი რა უყავი მეორე? ვიმე? შეგჭამო ბიჭო. შეგჭამო ხვეჭი. ვაიმე გადომადი. გიშინ ჩემო სიხარული. მიდი, ბესტი აქ ვნახო ის. აი ვიპოვე, გამარჯობა გიპოვე. ჩემო ცხოვრება. ჩხუბობთ, იჩუბეთ მიდი. ეს რა გდია პური?
გუში რომ დაგიგდე, მაინტერესებდა შეჭამდა თუ არა და არ შევჭამე. ვაიდიაკ. ვაი. ვაი და აბა. ზათახარ. ჩამოივარცხნე თავიდან.